თელავში ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები დაიწყო. ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრში ბალტიური გიტარის კვარტეტის კონცერტი გაიმართა, რომელზეც წარმოდგენილი იყო როგორც ტრადიციული ბალტიური მუსიკა, ასევე თანამედროვე კომპოზიციები. ევროკავშირის კულტურის კვირეულის ფარგლებში თელავში კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართება. თეატრმცოდნე დავით ბუხრიკიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თანამედროვე თეატრი. აღნიშნული კვირეული საქართველოში 31 ოქტომბერს დაიწყო და 8 ნოემბრამდე გასტანს. The theme for this year's Culture Week is cultural bonds. ჩვენ კვირეულის მიზანია წარმოვადგინოთ ევროკავშირი კულტურული კუთხით, რათა საზოგადოება მიხვდეს, რომ ევროკავშირი არის საუკუნეების კულტურული ტრადიციები და არა მარტო პოლიტიკა. კულტურის კვირეული საქართველოს მასშტაბით 20 სხვადასხვა სახის ღონისძიებას მოიცავს, რომელშიც მონაწილეობას 30-ზე მეტი ხელოვანი იღებს. თელავში ღონისძიებები 2 დღეს გასტანს და დღევანდელი ბალტიური გიტარის კვარტეტის კონცერტის გარდა, ხოლო დავით ბუხრიკიძის საჯარო ლექციაც გველოდება თანამედროვე თეატრის შესახებ. We are here in Georgia the first time. Yesterday we had a concert. ჩვენ საქართველოში პირველად ვარ და ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა ახალ მაყურებელთან შეხვედრა. უკვე ჩავატარეთ კონცერტი თბილისში და ახლა თქვენს ქალაქში ვიმყოფებით. დღევანდელ საღამოს დავუკრავთ როგორც ტრადიციულ, ისე თანამედროვე მელოდიებს, მაგალითად ტანგოს სხვადასხვა ვერსიებს, ასევე პიაცოლას და ვფიქრობ მაყურებელი კმაყოფილი დარჩება. The music we will play this evening will be ძალიან კარგია, ძალიან მომეწონა, სხვადასხვის მრავალფეროვანი კონცერტია. მართლა ნასიამოვნები ვარ, ეს ტირამები ხშირად ტარდებოდეს საქართველოში, მე კერძოდ თელავში უკეთესი იქნება.